იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. ჭორიკანა სამძიმარზე. ლამარადეიდა, ხო კარგად ხართ, რატო არაფერს ამბობთ? რა ვიცი, შვილო, წასულებზე საერთოდ ან კარგს ამბობენ, ან კიდე საერთოდ არაფერსა და ვარეს ეკაჩუმებული. Замоდი, მაიკო, აგე შენი ბაღელი მოგიყვანე, შენი ბაღელი. როგორ ახართ ბებო, როგორ ახართ შვილო? როგორ ხო, აგე ნათქვამი არის საერთოდ რომ ღმერთსო კარგი მიყავსო თავისთვისო და ადგადა წაიყვანეს ჩვენი ბიჭი, წაიყვანეს შვილო. ღმერთო აცხონია მისი სული. ისე ღმერთო, იცოდათ თუ არა მკითხე რომ მიყავდა, ერთი 15 წუთი ისეთ რაღაცებს გეტყოდი, ამაზე რომ მინიმუმ 20 წელი ამას აღარც გაეკარებოდი. საპარაკო, გამარადეიდა, კარგით რა, რებს ამბობთ? არა შვილო, უბრალოდ რომ დააბრუნოს უკან, მაგვარიანში ვიძახი. ხო. ისე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე შვილო სექსის გიჟი იყო. გამარადეიდა, რა ხდება რა? გეხვეწებით, გაჩერდით რა. თქვენ ხო თქვით მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა, ან საერთოდ არაფერი არ უნდა თქვაო და რა არის ეს რა? არაფერს არ ვამბობ შვილო, ესა იმასთანა არაფერი არ არის, რაც ამ გათახსირებულს გაუკეთებია. აუ, გამარადეიდა. მაგის სული სადაც არის და როგორც არის. ვაიმე, როგორ მეწყინა, მაგრამ აგე ჩემზე მეტად გვერდით კორპუსში ეწყიდათ მე-3, მე-7, მე-11 და მე-4 სართულებზე გაიშლიდნენ თმებსა ალბათა შვილო, გაიშლიდნენ. არა, ლამარადეიდა, ეს უკვე ბაბუკე მოხუცია და ასე რომ არავინ არ გაიშლიდა ეხლა თმას. ბუნებრივია, ეხლა ისეთ ასაკში იყო უკვე ბაბუ. ხო, გასაგებია შვილო, მაგრამ ისინი ვალდებულები იყვნენ შვილო. მთელი ცხოვრება ამ ცხონებულის გამო ქონდათ ფეხები აშვერილი შვილო, ესე აშვერილი და დიდი ამბავი ერთხელაც თუ გაიშლიდნენ თმებსა, მაიკო, შენ არაფერი არ გესწავლება. მე რა უხდება. აბარა შენ იცი რა სასიზავ შვილო. შენ კი გლოვობ შვილო, მაგრამ ორგანიზმი სხვანაირად გთხოვს რაღაცებს. აუ, კარგით, მამარადეიდა რა. გაიხარეთ შვილო. მეშვებით, მამარადეიდა, როგორ ხართ? როგორ უნდა ვიყო? შენ როგორ ახარ? რა ვიცი. თამრიკო, თამუნია. არა ვიშავს, კარგად, მადლობა. იმ ამბის მერე როგორ ახარ, შვილო? რა ამბის მერე? აღარაფერი მომხდა რა ბებო. მეთქი, რამე თუ მოხდა, თვითონ მეტყვის მეთქი, იქნება მე გამომრჩა მეთქი რა. გასაგებია შვილო, კარგად იყავით შვილო, კარგად მაიკ. კელეხში თამადა ვინ იქნება? არ ვიცი, ვინ არის თამადა? ჯერ არ ვიცი. მე მგონი, მე როგორც ვიცი, მე-3 სართულის ლამარას საყვარელი არის. რა ერქვა მაგასა, აღარ მახსოვს. ეგ იქნება კაი თამადა არის, ეგა სხვათა შორის მაიკო. ისე ეგა ცოტა გათახსირებული კაცი არის, ძალიან გაფუჭებულის ერთი. ესე იგი, თავისოს დაურეკავდა ხოლმე და ატყუებდა შვილო, რომ სამსახურში ვარო. ვაიმე რა ერქვა მაგაცა, აღარ მახსოვს. მე მგონი ემზარი. ხო. ემზარი. ვინ ემზარი? ვაიმე, ემზარი, შენი ქმარი არ არის შვილო. რა ჩემი ქმარი და რა საყვარელი? ლამარადეიდა. ოჯახი გინდა ამირიო? შვილო, არა უშავს. კარგად, არა შვილო, რასავობ, თავარია სულიერად იყოთ ერთად, ბებო სულიერად, თორე მე რამე საქმება, მაია. მე რამე საქმე. ისე შვილო, რა თამალავთ სიკვდილის მიზეზსა?
არ მალავთ. წნევამ დაარტყა უბრალოდ და გარდაიცვალა. წნევა მარა შვილო, ლალი გეშლება, გულმა დაარტყა. ეთყობა პროცესში რო იყო, გორაობაში, ვეღარ გაუძლო გულმა, ვეღარ გაუძლო. ასაკი მაინც თავის ასაშვება, შეხედე იგი პოზაში არის მკვდარი. ბალზამის ხალხმაც ვეღარ გაასწორა. ვაიმე რა უხერხულია კაცო. დებს ლაპარაკობ საერთოდ ლამარადები და ძალიან არავინ იყო შემოსული. კაპლი ხო არა გაქვს? კაპლი. გამარჯობა. გაიხარე ბებო. ესე ვინ არია? ვერ ვიცანი. შერო ვერიცანი შვილო, ეგ ამბავი არც ისე გასაკვირიანი, სამაგიეროთა ცხონებული იმაზე მეტად იცნობდა ამ ქალბატონსა, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. შეიძლება ეხლა ეგა შენი ბებინაცვალიც იყოს. რა ბებინაცვალი ახალგაზრდა გოგოა, რეჯს ლაპარაკობთ ქალბატონო ლამარა. ახალგაზრდა, მოდი ბებოსთან შვილო. მოდი. კარგი გოგო არის ეს, კარგი. აი, რითი დაიღუპა ცხონებული რა? წნევამ დაარტყა. ხო, არა, წნევებს ატარებდა. ბოდიში ბებო დაგწა. მოდარი, ამაყენი. აი, შენთან მაგ შვილო საქმე. მოდი აქ. ეხლა ეს ამბავი როგორც კი დასრულდება უკვე და გაყვანა რომ მოგვინდება ბებო, აბა შენიცი ეხლა პირველ რიგში როგორც კი გამოვიყვანთ შენი სახლის კარებთან უნდა გავაჩეროთ ცოტა ხანი და სკამები რო ცოტა ყურადღებით იყო რომ იქ გავაჩეროთ. ერთი წამი, ჩემს სახლთან რატომ უნდა გავაჩეროთ ვერ მეკითხო. ოჰო, ბებო, იმიტომ რომ შენ რო სახში არიყავი შვილო, ცხონებული საწყალი ძალიან უყვარდა შენ საწოლში, შენ ოთახში და შენ ცოლთან ბურჯგნაობა. რას ამბობ ქალის გამაგებინე რას ამბობ რა შესაძლოა ბურჯგნაობა რა წავ ნუ მოგავლევინებ ამ ცხონებულს აბა მეორე მაგი ქალბატონო რა სისულელეებს ამოთან შენ კიდე მერამდენეც უნდა დაუჯერო რა აბა რა ბურჯგნაობა უნდა დაუჯერო რა მიკეთებს მე რა ვიცი ამხელა მოხდა შვილო თქვენ ცხოვრება ქალბატონო რა სისულ რა ცხოვრება უყვარდა რა პრობლემაა რა ხდება ქალო გამაგებინე გამოდი მე კი გამოვალ მაგრამ გოგო შენ გამოდი გოგო ეს მინე შვილო სანამ გაიყვან ამას და მოსდებ თავყბაში ბებო ისე ერთი სურათი შენ ოჯახის უნდა დაკიდო შვილო იმიტომ რომ ჭირის სურათი ხარ და გეკუთვნის ჭირის გამოდი გოგო შენ ერთი გარ შენ დაკიდებ სურათად მე გამოდი გარეთ ახლა ნერვები არ მიკიყვარ შენ დაკიდებ და დაკიდებ მომაკვლიდი დაჯერით გეხოცებით და ნუ მარცხეთ რა ხალხში რა დაბრძანდი და იყავით თქვენს ადგილზე რა მართლა გავგიჟდი რა ვაიმე რა უხერხულია აიღო ყველა სიმცხენია უკვე და ყველაფრის რა ცხოვრების ისული სადაც არის ფარები 84 წლის კი იყავი შესაძოდაო მაგრამ მაინც ჯანზე იყავი მაინცა ჯერ ახალ გადმოსულ ქალებს შენასინჯავდი საწოლში და შენს მერე მიყავდათ კმრებსა ვაიმე ქალბატონო ლამარა გეხოჭებით უნდა იცოდეთ სად ხარ და სად რა ილაპარაკოთ ამ ხელაფალმა აცხონოს ღმერთმა მაიკო ამისი სული სადაც არის და როგორც არის ღმერთმა აცხონოს შენი სული რამდენჯერ უნდა დაარტყა წვე ქალბატონო ლამარა არ არის საჭირო დაბრძანდი რა ქნა შვილო ამისი ბოზების მაგივრათაც მე ვარ ტყავწრესა ხო ვიცი რომ ენდომებოდათ იმ ქალებსაც მოსვლა მაგრამ ვერ ახერხებენ აბა რა ვქნა დაჯერეთ ქალბატონო ლამარა ძალიან გიხოთ რა მართლა და მართლა რა ცოტა უხერხდი რა ლამარა დეიდა არ შეიძლება ესე მართლა არ შეიძლება რა ბებო ჭკვიანად იყავი შენცა ისე ერთ საიდუმლოს გეტყვი შვილო ერთ საიდუმლოსა მაიკომ კი იცის ეს ამბავი ჩემი მესაიდუმლია აბა ცხონებულსა ერთი ოფიციალური შვილი ყავდა მაგრამ არაოფიციალურებსა რა მოთვლის შვილო აბა მთელი კორპუსის ბავშვები ამას აკავდა ამ ცხონებულსა ძლიერი გენეტიკა ქონდა ძლიერი შვილო ისე შენი ბიჭიც როგორ დაიმსგავსა ამ ცხონებულმა რას ლაპარაკობ ლედა ვინმე მართალი არ ეგონოს ძლიერი გენეტიკა ქონდა მაიკო ძლიერი რა არის შვილო დასამალი რა არის ღმერთმა არ შეიძლება გაუხარდი არ შეიძლება ესეც რაღაცები რა
ვაიმე ალი კაცია. მოგძანდით. წამოაწირა აზრი. მოგძანდით შვილო. მადლობა შვილო, მადლობა. მადლობა შვილო. როგორ დამენადა. მიზიანები. მადლობა, მადლობა. გადაიმართა ემო ახალგაზრდა 84 წლის კაცი. წნევით დაიწყო. წნევამ დაიწყო. აფსუს. ეგ ოფიციალურათა შვილო და არაოფიციალურათა აგე მეზობლის ქასთან იყო, სექსით იყო დაკავებული და უცებ პროტეზია მოუვარდა და გადაეყლება და გაიგუდა ფებო. წნევით გარდაიცვალა. ხაბატონო ლამარა ვერიდები მაშინ მეც. თაკო, ბებო, მოდი შვილო ერთი წუთი. ხელი დამიჭირია წავიქცე. რაღაცას ეტყვის. ბებო, რაღაცის თქვა მინდა შვილო შენთან. წესით ეხლა შენ ქმართან ამ ამბავს არ უნდა ვამბობდე, მაგრამ შენ როგორც ყველაზე ახლობელი ადამიანი ამისი ცხონებულის, შენ შვილო იმდენჯერ ახართ ერთად ნაბუჯგნი შვილო, ნაბურჯგნი და ნაბუქნავები, რომ წესით ამასთან ერთად უნდა ჩაგაყოლოთ შვილო საფლავში, როგორც ძვირფასი ნივთი ბებო. არა უშავს იყო, არა უშავს. კარგად უნდა იყოს შვილო, ჩამოთელათ უნდა იყოს. მიდი შვილო, მიდი, ერთი კაცი რას გეყოფა შვილო, შენა კიდე გაშალებ-თები, გაშალე, მიდი, მიყევი. როზე ეხა სახლში ჩამოდი. მართა მე რომ რატო ერევით ცხოვრებაში ესე კაცო ყაჩაღია, ყაჩაღი კაცებს დასდევს. ცელი დასდევს კაცებს. აბა ქალებო, დროა უკვე რა უნდა გამოვასვინოთ რა. ბავშვო, ყვავილებს მოგიდეთ, ხელი დაფხე, დროზე. ბიჭებო, გიხვეწებით, ცოტა ფრთხილად რა, რუჩკებს არ ენდოთ რა, რუჩკებს გთხოვთ. რუჩკებს კი არა შვილო, რუჩკებს კი არა, ამ ჩვენ რძალს ალენდოთ ბიჭებო, ამ ჩვენ რძალსა, თორე ჩამზე ამბობს კაცო. თავიდან მიგაჩვევთ თავსა, შეგაყვარებთ თავსა და მე ისე გაქრება თქვენი ცხოვრებიდანა, როგორც სელპაკის სამშრიანი სალფეტკი უნიტაზის წყალში შვილო. აუ კარგი ხაბატონო ლამარა მართა სამვარია ძალიან სამოგძალ წამოდით რა როგორ შეიძლება გამოიყანეთ ეს საწყალი აცხონოს უფალმა ბიჭებო ყუბო თქვენმა ცოლებმა უნდა გამოიტანოს მაიკო ყველაზე ახლო მაიც მაგათან იყო ეს ცხონებული ყველა ქმარი შენი მადლიერია შეუბედურო შენა უხალისებდა აგე ამ ქალებს ცხოვრებასა ყველა საშვერლი ქონდათ ფეხები ვერტიკალურათა მაია ვერტიკალურათა გავეთი იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.